ავტობა ეს არის არათუ ერთ-ერთი ტერმინოლოგიური მახასიათებელი საინტერესო მოძებნისა, არამედ ერთ-ერთი პირველადი და ყველა სხვა ნაწილი ღვთისმეტყველებისა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც მისი განმავრთობელი უნდა გახდეთ. მე თუ არ მაცხოვნებ დამოუკიდებლად, მე თუ წარწმუნდები განხენებულად რაიმე დოგმაზე მნიშვნელობა ჩრდილაბედენაა. ეს მთელი მოწოდებული ცოდნა და მაცხოვრის განკაცება, როგორც მოწოდების ცოდნა, მხოლოდ იმისთვისაა, რომ ადამიანი ცნობილებიდან გამოიყენოს და განაღმოთოს ის ტერმინი ავტობა არის დაკანონებული საფრთხისმეტყველო ტერმინი, ქართულად ავტომობილით, განსხვავება ბერძნულად გახლავთ თეოსის, არის სხვა ფორმაც ღმერთქმნა, ღმერთყოფა, თეოპოიესის, ალპიდაბის ღმერთად გახდომა, ასე შეიძლება ითქვას. და არის გზა გამხდობისა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ეს გამხდობა დაუშვათ, იგულისხმებოდა ალბათ, რომ როდესაც ადამიანი ალბათ ამის შემდეგ გასაგებია, რომ კაი ამოიყვანა, მაგრამ თავდაპირველ მდგომარეობაში, როცა ხატატა მსგავსად შეიქმნა და მსგავსება და ხატება საფრთხებულების თვისებათა ქონას ნიშნავს, გამხდობის აუცილებლობა რაშია. ახლა აქ საქმე ასე გახლავთ, რა თქმა უნდა, საფრთხებულების ხატა და საფრთხებულების თვისებების ქონედ შეიქმნა ადამიანი, განსხვავება ის გახლავთ, რომ ღმერთში ეს თვისებები ყველა საფრთხო თვისება არის ბუნებითი და გამოზომელი და ყოვლად სრული. ადამიანში რაც მას იმ მომენტში დატევნა ჰქონდა, იმ ფარგლებში დაიტია ეს თვისებები, ეს ისეთი თვისებებია, რომლებშიც მარადიული წინსვლა ხდება. მაგალითად, რა თვისებებია ეს, რაც სათნოებებად იწოდება დღეს, იქნება სამართლიანობა, სიწმინდე, ქველმოქმედება, რაც ყველა ჰქონდა ადამიანს, ოღონდ ეს ის თვისებებია, რომლებშიც მარადიული წინსვლა. მე უფრო და უფრო მეტად კეთილი უნდა გავხდე, უფრო და უფრო მეტად სახიერი უნდა. ანუ მე როგორც ხილება მხოლოდ შეზღუდულად ვიტევ ამას, მაგრამ მაქვს გამოცობის ღვთიური შესაძლებლობაც. ეს როდესაც ვამბობ, რომ ღვთის ყველა თვისება ადამიანში, ბუნების თვისება აირეკლა, ყველა აირეკლა ერთისგან. რომ ღმერთია მარადიულად ყოველთვის მაინც არის შემოქმედი და ადამიანი არის ქმნილება. ეს არასოდეს არ გადაილახება, მაგრამ ყველა სხვა თვისების მხრივ, რადგან ღვთისგან და წყარო ღმერთია, ჩვენ ამ თვისებების საშუალებით ვისწრაფით, ჩვენ ეს თვისებები არ გვქონდეს, როგორც მსგავსება საფრთხო ბუნებისა, ჩვენ არც საშუალება გვექნებოდა, რომ ამ თვისებების წყაროსკენ გვესწრაფვა. საერთოდ ეს მსგავსი შეიცნობა და მსგავსი ესწრაფვა, ეს ცნობილი განმოგახსოვებითი გზის გამოხატველი ფორმულა გახლავთ, თუ გამხდობასთან ის შეიძლება უკეთური დაწესოს იქაც მსგავსი სტატუსი, მაგრამ ეხლა ისე თქვა მინდა, ჩვენ რაღაც ყველა ის თვისება, რაც საფრთხო თვისება ადამიანში პირველ ქმნადობაში ვიჭადებული, ესაა ის თვისებები, რომლებშიც შესაძლებელია მარადიული პროგრესი, მარადიული წინსვლა, არაუდანო წინსვლა, მარადიულად მზარდი ძლიერებით წინსვლა. ანუ თუ არ დაგვყოლდება ჩვენი ღვთისკენ სწრაფვა, ეს უბრალოდ ღვთისკენ სწრაფვა კი არ იქნება. ეს ყოფილადაც მარადიულად უფრო და უფრო მეტი სიძლიერე ამ წამს რომ ღვთისკენ ვისწრაფვი, ჩვენს რამე არ დამეთქვა, მეორე წამს კიდევ უფრო ძლიერად ვისწრაფვი. ესა მარად გაძლიერებადი პროცესი, რასაც ეკლესიის მამათაგან და გასაგუნდებით წმინდა გრიგოლოსელისგან ეწოდება ტერმინი ეპექტასის, ბერძნულად, ანუ ქართულად წინწვდომა, მარადიული გაწვდომა ღვთისკენ. და აქ არის ერთი საინტერესო ამბავი, ახლა შეგეხვა და ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვთქვათ, რომ როდესაც ღვთის ყველა თვისება ადამიანში აირეკლა, არის ღვთის თვისება უსასრულობა. რაც სასრულ ქმნილებაში ცხადია ვერ აირეკლებოდა და ეს თვისება ადამიანს არ აქვს, მაგრამ აი წმინდა გრიგოლოსელი ვაცაც რომ დგება, როცა თურმე ადამიანში ამ ეს თვისებაც მოწოდებულა ღვთისგან, ოღონდ იმის გამოვლენას თავისი დრო სჭირდება. როდის ვლინდება ეს თვისება? უსასრულობა რომ ადამიანშიც ყოფილა, რაღაც გაგები. როდესაც ადამიანი ღვთისკენ ისწრაფვის, მარადიულად მზარდი ძლიერებით ისწრაფვის ღვთისკენ, მაგრამ ისწრაფვის უსასრულოდ. ანუ უსასრულოდ გამცნობადი ხდება ადამიანი. ეს რომ იტევს, ამაზე მეც ხვალ დაიტევს, კიდევ უფრო მეც ზევ და ეს არასოდეს არ დაბოლოვდება, იმიტომ ვისაც ეძიებს, იმას ვერასოდეს ქლიანობაში და ბოლომდე ვერ მოიხერხებს. ის ყოველთვის მისგან უსასრულოდაა გაშორებული. შესაბამისად, ძიებას და სწრაფვაც მარადიულია, მაგრამ უბრალოდ სწრაფვა კი არა მარადიული. მარადიულად მზარდი, მარადიულად გამცნობა, მე უფრო და უფრო მეტის დამტეველი ხდები და რაღაც გაგებით ჩემში ჩემოდის უსასრულობით თვისებები, რომ უსასრულოდ განვიხსოვი საფრთხო სიკეთეებისკენ. აი ეს მარად გაფართოებადობა ისე როგორც ანგელოზებში. აი ამაში ამოს გეულოზე რომ უსასრულობის თვისება აი აქ იჩენს თავს, რომ არც ამ თვისებისგან დაუკლია უფალს ადამიანი, ამ შემთხვევაში სწორედ ამ გამხდობის გზა გახლავთ მარადიულად მზარდი, გამოხატული აი ამ ტერმინით, რაზეც გითხარით ეპექტასისა. ეს პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვებია. მარადის უკანასამას დავივიწყებ და წინასამას მივწვდები. ესე იგი, რაც გავიარეთ, ის უნდა დავივიწყებ და არა იმას შეულაზღო. ეს წინა უფრო გაფართოებული, ამაში ისიც იგულისხმება, რაც იყო და უფრო მეტია. შემდგომ ხარისში ყველაფერი იგულისხმება, რაც უკვე გამიარა უფრო ეს წრეებადაც გამოისახება, აი მცირე წრეზე რო ვართ, უფრო დიდი წრე, ამ მცირესაც მოიცავს, მაგრამ უფრო ფართოა. შემდგომი ამ ორივეს მოიცავს და კიდევ უფრო ფართოა და ეს მარად გამცნობადობა ხდება, ამიტომ უკვე მიხედვა აღარაა საჭირო.
ის ამ წინაში ისედაც არის, ამაზე მეტია და ისიც არის, შემდეგ ეს მარად გაძლიერებადი წინსწრაფვა ისე ნახავთ აი ეფექტასისი, რაც გაფრთხობის გზის გაუმხატველია და ამის საფუძველი ის გახდა, თუ გვაქვს საფრთხისებები, მაგრამ ეს საფრთხისებები მარად გაძლიერებადი და მარად გავსრულებადია.